სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთი. დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული, რომელსაც მოკლედ ეწოდება მირქმა. მირქმის დღესასწაული. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის მე-40 დღე შობიდან. და მინდა ორი სიტყვით მოგახსენოთ, ოღონდ მინდა დავიწყოთ ცოტა შორიდან. გუშინ იყო ასევე ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი წმინდანის წმინდა პერპეტუას ხსენება, პერპეტუას და ფელიციტასი და პერპეტუას ცხოვრებაში, რომელიც არის დაწერილი გარდაცვალების თანავე. ეს იყო 202 წელი. 202 წელი ქრისტეს შობიდან და ნაწილი პერპეტუას ცხოვრების თვითონ აღწერა ციხეში დღიურებს წერდა და ნაწილი გარდაცვალებისთანავე თანამხილველებმა აღწერეს და აი ამ ცხოვრების აღწერაში ესეთი სიტყვები წერია, რომ ადრე რო ხდებოდაო სასწაულები, ადრე 202 წელზეა ლაპარაკი. დღესო ესე ამბობენ, რომ ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ადრე ხდებოდაო. და დღევანდელ ამბებსო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ. და ჩვენ გინდა გითხრათ, რომ დღესაც ხდებაო ესეთი ამბებიო. დღესაც ხდება დიდი სასწაულები და დღესაც ხდება აი ესეთი მნიშვნელოვანი ამბები და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღწეროთ ეს ამბებიო, იმიტომ რომ გაივლისო წლებიო და ეს ამბები ძველი ამბები გახდებაო. აი ესეთი საოცარი შესავალია, წარმოიდგინეთ, ეს არის დაწერილი 202 წელს. ნუ ადრე ხდებოდა და ეხლა ნაკლებად აღწერს დახეკურებს. აი მინდა მე ესეთი ამბავი მოგიყვეთ. ესეთი ამბავი მოგიყვეთ. დღეს არის როგორც მოგახსენეთ მირქმის დღესასწაული, რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტე მე-40 დღეს მიიყვანეს ტაძარში და მას ტაძარში დახვდა მოხუცებული სვიმეონი. მოხუცებული სვიმეონი, რომელიც იყო 270 წლის. რომელმაც 3 საუკუნე იცოცხლა, 3 საუკუნე იცოცხლა, რომ ეხილა მაცხოვარება უფლისა. თავის თვალით ენახა იესო ქრისტე. და მინდა გითხრათ ისეთი ამბავი, რომელსაც ახლა რო ვიტყვი არ დამიჯერებთ. მაგრამ აი რომ მოგიყვებით, მე დამიჯერებთ. მე ვიცნობდი ადამიანს, რომელმაც 3 საუკუნე იცხოვრა დედამიწაზე. პირადად ვიცნობდი ასეთ ადამიანს. 3 საუკუნე იცხოვრა დედამიწაზე. და რას თავარია? ეს ადამიანი გავიცანი მირქმის დღესასწაულს. აი ესეც რაღაცა საოცრად ნიშანდობლივია. ეს იყო 1999 წელი. 1999 წლის მირქმის საღამოს პირველად შევხვდი ამ ადამიანს. პირადად სახლში ვესტუმრე. ახალციხეში ცხოვრობდა ეს ადამიანი, ახალციხეში სოფელ კლდეში. მისი სახელი იყო ბაგრატი, ბაგრატ დევნოსაძე გვარად. და ცნობილი პიროვნება ეს ბაგრატ დევნოსაძე, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბატონი რეზო ჩხეიძის ფილმშია გადაღებული, რომელსაც ქვია მშობლიური ჩემო მიწავა, ანუ რაიკონის დივანი, ფილმს ქვია ესე. და იქ ბაგრატ დევნოსაძე ნუ ძლივს დაითანხმა ბატონმა რეზო მონაწილეობა მიიღო და მონაწილეობს და არავის არ თავის საკუთარ თავს თამაშობს. ბაგრატ დევნოსაძე. ბაგრატ დევნოსაძე დაიბადა 19 საუკუნეში და გარდაიცვალა 21 საუკუნეში. და როდესაც მე მას შევხვდი, მე ადრე ვიცოდი მის შესახებ, იგი ცხოვრობდა ვარძიაში, ზემო ვარძიაში და როდესაც ფეხით წმინდა ნინოს გზაზე მლოცველები დადიოდნენ ხოლმე, როდესაც მე უწევდი ამ მოგზაურობებს ორგანიზებას, ამ ჯგუფებს ვაგზავნიდი ხოლმე ბატონ ბაგრატთან, ბაგრატა პაპა ესე ეძახდნენ, ბაგრატა პაპასთან და აზიარებდნენ ხოლმე. აზიარებდნენ, იმანაც იცოდა ჩემს შესახებ, მაგრამ აი პირადად ჩვენი შეხვედრა მოხდა რაღაცნაირად ესე იყო, რომ მოხდა მირქმის წინა საღამოს. და ესეთი რაღაცა მითხრა საოცარი, რომ რაღაცა გამოვკითხე, ვისაუბრეთ, მითხრა, რომ აი მე 100 წელს გავხდები და მე მალე გარდავიცვლები. 100 წელს გახდა 2000 წელს. 2000 წელს ქრისტეს შობის
დღესასწაულს აღნიშნავდით განსაკუთრებულად ეს ივლისში წმინდა ბაგრატის ბაგრატ ავრომინელის ხსენების დღეს იყო დაბადებული, იმიტომ ერქვა ბაგრატი. და აი გასულდა და აი 21 საუკუნეში როგორც მოგახსენეთ, გარდაიცვალა. ასე რომ აი ძველი ამბები რომელიც ადრე ხდებოდა რაღაცა ნაწილად ეხლა ხდება, ოღონდ ახლა მინდა დღესასწაულის თავი არსი გითხრათ. ეს არის მხოლოდ გარეგნული მსგავსება, რაც ახლა მოგიხრებით. ეს არის მხოლოდ ხრთალი ანარეკლი იმისა, რაც მოხდა და ამ ამბავში რაც იყო მირქმის დროს რაც მოხდა, თავი არ არის სულაც ის, რომ მართალი სვიმეონი 3 საუკუნე ცხოვრობდა დედამიწაზე. ეს მართლაც ასე იყო და მინდა გითხრათ, რომ სანამ თვითონ ამის არზე გადავიდოდე, სრულებით დაუჯერებელი. აი სრულებით დაუჯერებელია, რომ ჩვენ გაგვაჩნია წმინდა სვიმეონის სხეულის ნაწილები. წმინდა სვიმეონის სხეულის ნაწილები თან დიდი ზომის ფრაგმენტები, რომელიც აი ჩვენ წინაშე არის ახლა ეს ხატი გამოგზავნებული მირქმის და აი ხარი ჩასვენებული. რაღაცნაირი უცნაური ხრთალის სურნელი აქვს საოცარი. და მინდა გითხრათ, რომ ის კი გარდაიცვალა ქრისტესთან შეხვედრის მერე სულ რამდენიმე დღეში, მაგრამ წარმოიდგინეთ, დაიბადა მანამდე 250 წლით ადრე. და აი ამ ადამიანის სხეულის ძვლები დღეს ჩვენს წინაშე არის დაბრძანებული. მაგრამ თავარი მაინც სულ სხვა არის. თავარი ის არის, რომ ეს იყო ძველი ტრადიცია. უძველესი ტრადიცია. რომ ბავშვი დაიბადებოდა მე-40 დღეს უნდა მიეყვანათ ტაძარში. ეს ტრადიცია დღესაც არსებობს და ამ ტრადიციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღრმა შინაარსი. ესე იგი ბავშვს ადამიანს აძლევს ღმერთი. და როდესაც ბავშვი იბადება, ადამიანმა ის უნდა დაუბრუნოს ღმერთს. აი შინაარსი ამ დღესასწაულის ეს არის. მე-40 დღეს ბავშვი მიყავს ტაძარში, ძველადაც ასე იყო, ეხლაც ესეა, მიყავს ტაძარში რატო? იმიტომ რომ ღმერთს დაუბრუნოს ბავშვი. და ღმერთი დაალოცავს ამ ბავშვს. და შემდეგ კიდევ ერთხელ ღმერთი გადასცემს ამ დაალოცულ ბავშვს მშობლებს სასულიერო პირების ხელით. და ნახეთ რა მოხდა. იესო ქრისტე, ტრადიციას აღასრულებენ მშობლები მართალი იოსები, დამწინდელი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტრადიცია აღასრულეს და ბავშვი მე-40 დღეს მიიყვანეს ტაძარში. იქ დახვდათ მართალი სვიმეონი და მათ ბავშვი გადასცეს მართალ სვიმეონს, როგორც სასულიერო პირს. და მართალმა სვიმეონმა, როგორც ძველი აღთქმის მართალმა ადამიანმა. ეს ბავშვი საკუთარ ხელით გადასცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ახაც ნახეთ ხალხზე როგორ არის გაყოფილია ხალხზე. ნახეთ ერთ მხარეს ძველი აღთქმა ნაჩვენები, მეორე მხარეს ახალი აღთქმა. და შუაში არის ქრისტე. აი ქრისტე, რომელიც კი არ განყოფს ძველ და ახალ აღთქმას, პირიქით. ქრისტე, რომელიც აერთებს ძველს და ახალ აღთქმას და აერთიანებს კაცს და გამოხსნის საფრთხო ისტორიას, ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის ისტორიას. აი ეს დღე არის დღეს. დღეს არის ისტორიის გამთლიანების, ისტორიის გაერთიანების დღე, როდესაც ქრისტე ერთ მხარეს არის ხელჩაკიდებული, ერთ მხარეს წიაღთა შინა, ანუ მკლავთა ზედა, რომელმან ესე ვამბობ პროცესში მკლავთა ზედა მართლისა სვიმეონისა და მირქმა ინება. აი მართალი სვიმეონის მკლავებიდან გადადის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მკლავებში და ამითი ხდება ძველი და ახალი აღთქმის გაერთიანება და ჩვენც სწორედ დღეს ვიხსენებთ დაემთხვა ეს დაემთხვა უკვე სააშინელი სამშობლოს ხსენება და სწორედ ერთი კვირის შემდეგ აი ადამიდან უკაცრავად 60-დან ადამიანის განდევნას აღნიშნავთ. აი განიდევნა ადამის 60-დან
და მეორე მან ადამ, რომელსაც უწოდებენ ქრისტეს. მეორე მან ადამ დაგვაბრუნა ჩვენ სასუფეველში. აი ამ დამთლიანების და გაერთიანების დღე არის და ყველას გილოცავთ აი ამ მირქმის დღესასწაულს, ვერთმა დაგვოცოთ ჩვენთან არს ღმერთი. არს დაიწოს.